ეს არის კარლოს პინტოს ისტორია. ის იყო ადამიანი, რომელსაც თითქოს ყველაფერი ჰქონდა. მისი ცხოვრება პირდაპირ მისთვის იყო გამზადებული. კარლოს პინტო უნივერსიტეტი კინემატოგრაფისტის სპეციალობით დაამთავრა და წლების განმავლობაში მუშაობდა შეერთებულ შტატებში მრავალ ცნობილ ფილმზე. ამ პერიოდში მან ასევე გაიცნო თავისი ცოლი ლინდა და მათ მიიღეს გადაწყვეტილება დაბრუნებული იყვნენ მის სამშობლოში, პორტუგალიაში. ისინი გადავიდნენ იმ დიდრულ სასახლეში, რომელიც კარლოსმა მშობლებისგან მემკვიდრეობით მიიღო. ეს იყო ის ადგილი, სადაც მათი ორი ლამაზი შვილი, იური და ჰელგა, დაიბადნენ. მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი იდეალურად ჩანდა მათთვის, მისი ცოლი სულ უფრო და უფრო უკმაყოფილო ხდებოდა პორტუგალიაში მათი ცხოვრებით. ამან მიიყვანა ის გადაწყვეტილებამდე დაბრუნებულიყო შეერთებულ შტატებში. მათი ვაჟი იური სუნთქვის პრობლემებით იტანჯებოდა. ამიტომ გადაწყვეტეს, რომ მისთვის უკეთესი იქნებოდა პორტუგალიაში დარჩენილიყო კარლოსთან ერთად, ხოლო ჰელგა დედასთან ერთად დაბრუნდა აშშ-ში. წლების განმავლობაში იურის ჯანმრთელობა კიდევ უფრო დასუსტდა და ის ძალიან პატარა ასაკში გარდაიცვალა. ამ ყველაფერმა კარლოსის ფსიქიკურ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე დიდი გავლენა მოახდინა. წლების განმავლობაში ეს მდგომარეობა მხოლოდ უარესდებოდა და ის მხოლოდ 57 წლამდე იცოცხლა, როცა სამუდამოდ დატოვა დედამიწა. ამ უცნაურ სახლში შესვლისას ისეთი შეგრძნება დაგვეუფლა, თითქოს იქ ვიღაცა ჯერ კიდევ ცხოვრობდა, მიუხედავად იმისა, რომ ეს ადგილი უკვე 15 წელზე მეტია მიტოვებულია. უცნაური შეგრძნება იყო, თითქოს ამ წამს ვიღაცა შემოვიდოდა სახლში. მოგვეცით საშუალება წაგიყვანოთ იმ ყველაფრის დათვალიერებაზე, რაც აქ დარჩა და მოგიყვეთ მათი ცხოვრების ისტორია. მოგესალმებით ყველას Bros of Decay-ში, მე ვარ ლესლი და კამერის უკან დღესაც როგორც ყოველთვის დენი. ჩვენ ახლა პორტუგალიაში ვიმყოფებით. ფონზე ისმის ბევრი ხმაური და მოძრაობა. ჩვენ კი სინამდვილეში ძალიან ლამაზ და სიცოცხლით სავსე ქალაქში ვართ აქ, პორტუგალიაში. ჩვენ ნამდვილად ხედავთ, რატომ გადაწყვიტა კარლოსმა აქ ცხოვრება. ის ძალიან შთაგონებული იყო ამ ქალაქით, ფერებით, ხალხით და ყველაფრით. და სწორედ ამიტომ გადაწყვიტა მან დაბრუნება პორტუგალიაში და აქ ცხოვრება. ეხლა სახლში შევალთ, რადგან გარეთ ძალიან ხმაურიანია. მოიცადე კიდევ ერთი რამ სანამ შევალთ დენი. შეხედე ამას. ეს ორი სკამი იყო აქ ეზოში, სადაც იური და კარლოსი ერთად ისხდნენ. ეხლა ისინი 10-ან მეტი წლის შემდეგ მთლიანად გადაზრდილია. ეზო პირდაპირ მნიშვნელობით ჯუნგლებს გავს. ვაუ. აქ გარედან შეგვიძლია მცირე თვალის შევლება მათი სასახლის. გარედან ლამაზი ვარდისფერი ფერია. ვაუ. კარგი, ჯუნგლებს გაგიხსნი. მადლობა. ასე რომ შეგიძლია სახლში შემოხვიდე. კარგი, აი ასე. სანამ შიგნით შევალთ, აქ მარცხნივ შეხედე დენი. ეს პატარა გოგოს ველოსიპედია. და ალბათ იმ დროიდანაა, როცა ჰელგა ჯერ კიდევ დედასთან ერთად ცხოვრობდა აქ. პატარა ველოსიპედია და ბავშვების საუთო დაფაც კი აქ არის. კარგია. და ამასაც უყურებდით, ხო ასე? კოკა-კოლას ნიშანი კარის გარეთ. ხო, თუმცა ეს ადგილი არასდროს ყოფილა კაფე. მგონი ეს შეუძლებელია, მაგრამ შევიდეთ და ნება მომეცით ეს სახლი გაჩვენოთ. შიგნით ცოტა უფრო მშვიდია, რადგან გარეთ, ღმერთო ჩემო, ქუჩაში იმდენი ხმაურია. ხო. პირველი ოთახი, სადაც შევდივართ, სამზარეულო, სადაც იკვებებოდნენ, სადაც საჭმელი მზადდებოდა.
და რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი სახში პორტუგალიაში. მე ვიცი შენთან სტუმრობისა და პორტუგალიაში მრავალჯერ ჩასვლის გამოცდილებიდან. ეს მართლაც ძალიან ლამაზი სამზარეულოა. მაღალი ჭერი, ლამაზი ავეჯი. მიყვარს ეს ხელოვნების ნიმუში, რომელიც აქ ზემოთ გვაქვს. ქალი, რომელიც მზადაა საჭმელი მოამზადოს. ყველა ქვაბი და დაფა. ყველაფერი ისევ აქ არის დარჩენილი. მიქსერიც კი მაცხრგას. შეხედე ამ კაფელს აქ მაგიდაზე. მე არ მინდა ეს გავანადგურო. ეს 1999 წლიდან. ეს პორტუგალისთვის ძალიან დამახასიათებელია. რის პირველი წლის თავია? გაზრდა. მედიკამენტი არ მოხდა წარმოქმნა. ალბათ ეს არის რაიმე საზღვაო კომპანია, მსგავსი რამ. იცი რისთვის არის ეს? ეს იმისთვისაა, რომ ქვაბები და ტაფები დააწყო. ხო. სწორედ ასე. ეს ლამბარი, ან ეს ჭაღი, ან როგორც არ უნდა უწოდო, მაგიდის ზემოთ მდებარე ნატურა სრულიად შეუფერებელია. ხო, სრულიად. მაგრამ ამას მთელ სახში ნახავ. კარლოსი იყო კაცი ველური გონებით. ის ძალიან არაორგანიზებული იყო. მთელი ეს სახლი უბრალოდ დიდი არეულობაა, მაგრამ მაინც ძალიან ლამაზია. საჩვენებელი კარადა აქ გვერდით. შესანიშნავი ანტიკური საჩვენებელი კარადა პირდაპირ იმ ნატურის გვერდით. ეს უბრალოდ სიგიჟეა. ხორცი, საჭრელი და ყველაფერი ჯერ კიდევ დარჩენილია. ის სრულიად იშლება. ხო, ვაუ. დაშლა მიმდინარეობს. შამპანურის ბოთლი ჯერ კიდევ აქ არის დარჩენილი. რამდენიმე ბოთლი სპირტიანი სასმელი. მაგრამ თუ შევეხები, მგონია უბრალოდ გათქმდება. ის დაიშლება როგორც აქ მოხდა. და შემდეგ აქ ამ მხარეს გვაქვს ეს ტრადიციული ღუმელი. აქ ქვეშ არის შესანიშნავი თუჯის ღუმელი. შეხედე ამას. მას აქვს გერბი. პორტუგალიის. ვაუ. ეს მშვენიერია. ეს მშვენიერია. და ზემოთ ეს ოლივიას ღუმელია. ეს რაღაცა ტიპურად პორტუგალიურია, ვფიქრობ. ოლივია, ეს პორტუგალიური ბრენდია. ისინი ამზადებენ საკერავ მანქანებს და გამარჯობა. ისინი ამზადებდნენ, არ ვიცი ახლა კიდე მუშაობენ თუ არა. არც მე ვარ დაცუნებული. მგონი რამდენჯერმე ადრე მინახავს. მაგრამ საკერავი მანქანები, ვფიქრობ. ყველაზე მეტად საკერავი მანქანებით არიან ცნობილი. დიახ, ნახეთ მერყევ სახლში, აქ დავამატებ ბმულს, ნახეთ ოლივიას საკერავი მანქანა. ხო. და აქ არის პატარა ნიჟარის ადგილი, სადაც შეგიძლია ჭურჭელი და მსგავსი რამეები გარეცხო. ჭურჭლის სარეცხი მანქანა არ იყო, ამიტომ ყველაფერს ხელით რეცხავდნენ. და ესეც ძალიან ტიპიური პორტუგალიური რამეა, ხო ასეა? ქვემოთ ნიჟარა, ალბათ მაშინდელ დროს დუმბოთი იყო. არა, ეს უფრო წყლის გადინებისთვისაა. სადაც საჭმლის მომზადების შემდეგ წყალს ასხამ. ვაუ. მიყვარს ეს საათის ციფერბლატი კედელზე. მაგრამ დროთა განმავლობაში აქ ხელოვნების ნამუშევრები გამოიფინა. მგონი კარლოსმა საათი მოხსნა და სხვა რამით შეცვალა. აქ კი ლამაზი ფანგული ბაღია, სადაც ქალი ზის. მიყვარს ეს სახე, რომელიც სურათის უკანა ფონზეა გამოფენილი. მაგრამ ხედავთ, ტერმიტები უკვე ანადგურებენ ამ სილამაზეს. და ის ინგრევა. ეს სახლი მიტოვებულია მხოლოდ 10 წელია და ძალიან სამწუხაროა უკვე ესეთი დანგრევის მდგომარეობის ნახვა. ამ ხალეს კიდევ ერთი სექცია და ეს არის დიდი საწყობის ტერიტორია, სადაც კარლოსმა და მისმა ოჯახმა ინახეს ყველაფერი. მისი ნამუშევრებიდან დაწყებული იმ ავეჯით დამთავრებული, რაც აღარ სჭირდებოდათ. უბრალოდ სწრაფად შევხედოთ აქ. ხო, ის უზარმაზარია, მაგრამ მე მასში არ ჩავიხედავ. უბრალოდ ცოტა ხნით მოდუნდი. ხო, აქ ძალიან ბევრი რამეა. ეს სრულიად გიჟურია. შემდეგ შეგვიძლია აქედან კორიდორში გადავიდეთ. და მე ვფიქრობ, რომ ეს სახლია მე-19 საუკუნის ბოლოს აშენებული. ასე რომ სანამ კარლოსი აქ იცხოვრებდა, ამ სახლში სხვა ადამიანები ცხოვრობდნენ და ალბათ მათ ააშენეს იგი. და შეიძლება მათ ეს ქვედა სივრცეები გამოიყენებინათ. მაგრამ კარლოსმა არა. მან ეს სივრცე მხოლოდ თავისი ხელოვნების ნამუშევრებისა და ავეჯის შესანახად გამოიყენა. Antonio Pino. Pinheiro, სწორად ვამბობ. პორტუგალიურ სტალობ. ყოველთვის. ნახეთ, როგორც აქაც ხედავთ, კიდევ ერთი საცავი სივრცე. ხედა ავეჯი. და ეს გვიყვანს პატარა დერეფანში. დარწმუნებული არ ვარ. დერეფანი? ხო.
აქ პატარა კარია, ღმერთო ჩემო. შეგიძლია გარედან სინათლე დაინახო. მაგრამ ეს რაღაცა გვირაბივითაა, რომელიც სახლის წინა მხარეს მიდის. მგონია რომ ეს ადრე ააშენეს, როგორც სკეიტის პილიკი ან რაღაცა მსგავსი. ხო, გარედან ნიავის სუნთქვა იგრძნობა. ხო, ვა. იმიტომ რომ ამ ტიპის ვილებსა და სასახლეებში ამ ქალაქში ეს ნორმალურია. ნორმალურია რომ ასეთი გვირაბი გქონდეთ. პორტუგალია ის ქვეყანაა, სადაც ყველაზე მეტი დამალული გვირაბი და მიტოვებული სახლი გვხდება. ან მკითხოთ რატო, არ ვიცი. ამას ისევ აქ მაგრამ თქვენ ალბათ პარანოითი დანჯებით. არა. არა. არ ფიქრობ ასე. არა, ადრე არ ვიცი. აქ უკან არის ერთი პატარა დამატებითი ოთახი. დიახ, ხედავ. მოდი შეხედე. ეს ადრე ტრადიციული ტუალეტი იყო. ხვრელი მიწაში. სანტექნიკა არ ჩანს. ასე რომ არა. ადრე ეს უბრალოდ ერთი დიდი ხვრელი იყო, ჩვეულებრივ, გარეთ იყო, არა სახლში. ასე რომ ეს სინამდვილეში ფუფუნება. ხო. ასევე შეგიძლიათ ნახოთ, რომ აქ ელექტროენერგია მოგვიანებით დაამატეს. შეგიძლიათ დაინახოთ, სად იყო ეს მავთული მიმაგრებული და ასევე შემიძლია დავინახო ეს ტრადიციული პორტუგალიური ღვინის ბოთლები. და ეს ჯერ კიდევ სავსეა. ის დოქები მართლაც? ეს დაახლოებით 5 litrია. ხო, ეს 5 litrია. litrია. ხო. ლამაზია. და ამით ძალიან მტრები. კარგი. ეხლა დრო ავიდეთ ზევით და გაჩვენოთ საცხოვრო და კარლოსი. ეს კიბე განსხვავებულია, მაგრამ ასევე ძალიან ლამაზია. და მე მართლა ვთქვები ამით. შეხედე ზევით. შეგიძლია ბოლომდე აიხედო და დაინახო სახლის თავზე არსებული ჰორიზონტი. როგორც ადრე გითხარი, ეს უზარმაზარი სახლია. ეს არის სასახლე, სადაც კარლოსი თავის ოჯახთან ერთად ცხოვრობდა. სრულიად ულამაზესია. ტელეფონში რამდენიმე რამ არის, რაც ჩემს ყურადღებას იპყრობს. პირველ რიგში აქ არის შესანიშნავი ვაზა. და ისინი იყენებენ, კი, ესენი ღვინის დოქებია, კი. ერთი ხუმრობა შენთვის. შიგნით უნდა ჩადო გეგმები. და ეს, მგონი. მანამდე უყურებდი, მაგრამ მგონია რომ ეს რაღაც ტიპის ბატარეა. ნახე, გვერდზე შტეფსელი თუ აქვს. თუმცა 100% დარწმუნებული არ ვარ. რა არის? მაგრამ ხო, ძალიან ძველი მოწყობილობა. თაგვისმახ. ბენი. ეს ის სახლია. ეს სახლის წინამხარეა. დახატა ჟუაო ლიმამ 1992 წელს. საოცარი ადგილია. ვაუ, შვენიერია. და შემდეგ გვაქვს რაღაც ძალიან უცნაური. შეხედეთ ამას. ეს არის ღორი. შეგიძლიათ ნახოთ ღორის სახე აქ, წინა მხარეს. ხედავთ, ეს არის ხურები. ეს არის თოვლი. არა, მე მგონია რომ ესენი ბოძებია. და ასევე 100% დაცმუნებული არ ვარ, მაგრამ ეს რაღაც ხმას გავს. ეს ნამდვილად კანია. ცხოველის ტყავია, შეღებილი და მოხატული. რისთვისაც გამოიყენებოდა, არ ვიცი, მაგრამ ნამდვილად რაღაცის გადასატანად იყო. სავარაუდოდ მინდვრებიდან ამ მსგავსი რაღაცისთვის. ხო. ვაიმე. შემდეგ შევდივართ სახლის პირველ სართულზე. და თქვენ მაშინვე დაინახავთ, რომ აქ ყველაფერი ძალიან უცნაურია. ისევ მსგავსი ნატურა, ავეჯის ყველა ნივთი ერთმანეთთან არ ეხამება. მთელ სახლში ყველგან ხელოვნების ნამუშევრებია. და აქ გავლა უბრალოდ ძალიან საინტერესო და დამაინტრიგებელია. პირველ რიგში გვერდით გვაქვს ლამაზი ხელოვნების ნომრების ნამუშევარი. ვაუ, და შემდეგ კარადა, რომელიც მთლიანად სავსეა ნივთებით. ფრთხილად. რა ქვია ამ ცხოველს ან ამ წერს? ეს კალია? არ მოქვს წარმოდგენა. მე ფიქრობ ეს არის. შესანიშნავი. შენ ფიქრობ ჭრიჭინაზე ან რამე მსგავსზე? ხო, ჭრიჭინა, კალი. არა, გონია ეს უფრო დიდია. დარწმუნებული არ ვარ. შეიძლება ეს მხოლოდ მე მგონია, არ ვიცი. არანაირი წარმოდგენა არ მაქვს. კიდევ ერთხელ ამ ქალაქის მშვენიერი ასახვა. ასევე დახატულია ჯოან ლიმას მიერ. ჟოაო, ეს სახელი ბრუნდება. ჟოაო ჩუანგი. საოცარი აბსტრაქტული ნახატია. მიყვარს ეს საათიც აქ გვერდით, ეს ნამდვილად არ არის ანტიკური ნივთი. იცი რატომ ვიცი ეს? რატო? იმიტომ რომ მასზე არის ტეგი, სადაც წერია 20 ევრო. აკაურის სკამი. ყოველთვის როცა კარლოსი სახლში შემოდიოდა, თავის ქურთუქს აკიდებდა. როცა სამუშაო დღე უმთავრდებოდა, ფილმებს იღებდა, სახლში ბრუნდებოდა, ქურთუქს კირებდა. აქ ბევრი წიგნი ჰქონდა, საიდანაც შეეძლო აერჩია. ვაუ.
კიდევ ერთი ნახატი ან სურათი ზევით. თავდაპირველად მეგონა რომ ეს კამერა იყო, მაგრამ სინამდვილეში ეს ნატურა. ვიფიქრე არა, სახლში კამერები არ უნდა იყოს. ეს ცოტა მოძველებულია. ძალიან მოძველებულია. მაგრამ ეხლა დროა შევიდეთ სახლის ყველაზე მნიშვნელოვან ოთახში. და ეს არის მისაღები ოთახი. გაგიჟდები როცა ამ ოთახში შეხვალ. გიჟურია. ყველაფერი აქ ამიმოფანტული. ეს ისტორიულია, თანამედროვეა, ყველაფერი ერთადაა. ხო, ესეა. ალბათ პირველ რიგში ავიხედოთ ზემოთ. რადგან აქ ნამდვილად შეგიძლიათ დაინახოთ, როგორ ბრუნდება ეს პორტუგალიური ელემენტები სახში. ლამაზი, დეკორატიული მოლდინგი ჭერზე. მე ვიტყოდი, რომ ეს ერთგვარი ტრადიციული ფარნია. არა, ნამდვილად არა. ეს ცოტა ანტიკურია. მაგრამ როცა ოთახს ქვემოთ უყურებ, აშკარად ჩანს, რომ კარლოსი ყველგან იყო. ძალიან ექსტრავაგანტული ადამიანი იყო. მას თავისი ნივთები უყვარდა, ასე რომ ყველგან დინამიკები და ტელევიზორები დგას, CD-ები აქეთ-იქით ყრია. ხო, არ ვიცი, ამ კაცს გიჟური გონება ჰქონდა. ხო. ძალიან კრეატიული. ძალიან კრეატიული, აბსოლუტურად. ლამაზი ნახატია. მას ძალიან უყვარდა მათი შეგროვება. ჩვენ სინამდვილეში ვფიქრობთ, რომ ის თვითონ მხატვარი არ იყო. რადგან ამ სახლში არც ერთი ნახატი არ არის, რომელზეც კარლოსის ხელმოწერა. აქ კი შეგიძლიათ ნახოთ მისი ერთ-ერთი ორგანაიზერი. აქ წერია 2007 წელი. და 2 წლის შემდეგ 2009-ში სახლი მიატოვეს. მაინც დარჩა თაფლის კილა. 500 მილიგრამი კოვზიც კი ისევ ზედედო. ვაიმე. მერტო ამას რა უყურებ, უბრალოდ არეულობას გავს. დიდი არეულობა, აბსოლუტურად. ვაუ. და შემდეგ ეს ტავის დივანი, რომელიც სრულიად შეუსაბამოდ დგას ამ ოთახში და საერთოდ არ ჯდება, მაგრამ სწორედ აქ იჯდა სავამოობით. ის სიამოვნებას იღებდა აქ ყოფლით. უყურებდა თავის მრავალ ტელევიზორს. არ ვიცით რატომ, მაგრამ ამ მხარეს ძალიან ბევრი ტელევიზორია დადგმული. ოთახის მეორე მხარეს, სახლში. დიახ, კიდევ ბევრია. გაგიკვირდება, რამდენ ტელევიზორს ვიპოვით ამ სახლში. ეს სრულიად სიგიჟეა, მაგრამ დაუბრუნდეთ ამ კედელს, რადგან აქაც დარჩენილია ლამაზი ხელოვნების ნამუშევრები. და ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ზევით კუთხეშია, მისი შვილი. ეს მისი ნამუშევარი იყო. მისი შვილი, იური. და სამწუხაროდ მისი შვილი ძალიან პატარა ასაკში გარდაიცვალა სასუქი გზების დაავადებით. ზუსტად არ ვიცით ამდენი წლის იყო იური, როცა გარდაიცვალა. მაგრამ მას ასევე ჰყავდა ქალიშვილი, რომელიც დედასთან ერთად ცხოვრობდა შეერთებულ შტატებში, როგორც ისტორიაში მოისმინეთ. ასევე ხელოვნების ნიმუშები, ეს ძალიან აბსტრაქტულია და ესეც, ხო, არ ვიცი როგორ უწოდო ამ ტიპის ხელოვნებას. ეს მაინც აბსტრაქტულია. ხო. ეს დამუცნაურია, იმიტომ რომ ისინი რაღაცას აკეთებენ, მაგრამ ერთმანეთისგან განსხვავებულად. ხო. ასევე ბევრი ფერია. და ეს გობელენიც აქ. მაგალითად. ის თითქოს არასწორადაა მოთავსებული, რადგან კედელი ერთნაირად გამოიყურება. ეს ქვემოთ რომაა, გინახავს ეს? კი. ამიტომაც ასე გამოიყურება კედელივით. ერთმანეთში არეული ნივთების ნაზავი საოცარია. ერთ რაღაცას გავაკეთებ, სწრაფად მოხსნი ამას კედლიდან, მე ისე დავაბრუნებ. მაგრამ შეხედე ამას, ძალიან მომწონს ეს გამოფენა აქ. აქ წერია ბედნიერი ახალი წელი. მისალოცი ბარათია იური და ჰელგასგან, მისი ორი შვილისგან. აქ ხედავთ იურის თვითფრინავში რომ ზის, ალბათ დედასთან მიფრინავს ამერიკაში. აქ ბევრი სურათია, სადაც ისინი დედასთან ერთად არიან, დედასთან ერთად. არ ვიცი მისი დედის სახელი, ეს იური და ჰელგა ერთად. და კიდევ ერთი ბარათი, რომელიც მამას გაუკეთეს. ლუკა, კარლოსი, გილოცავ დაბადების დღეს. ეს ძალიან ლამაზია. ხო. ამას აქ დავდებ, არ ინერვიულო, მე ისო დავაბრუნებ. აქ დიდი დახლია, CD-ებით, DVD-ებით, VHS კასეტებით, საჩუქრების ნაკრებით. ამ VHS კასეტებზე რა არის ჩაწერილი, ალბათ ვინ იცის. მაგრამ მე არ ვიცი. და აქ კიდევ ერთი იურის სურათი ბოქს. მე მგონი რაღაც სხვა. ვაუ. ამ სურათში კი ის ძალიან ავად გამოიყურება. ხო. ძალიან სევდიანი სურათია ვითხოვდი. მეც რაღაც დავინახე თვალის კუთხით. სან პაულო.
ეს არის სან-პაულუ, ხო? ეს ბრაზილია. ეს ბრაზილია, ხო? ვაუ. მას ბრაზილიის სანომრე ნიშანი აქვს. შეიძლება ბრაზილიაში ცხოვრობდა, ან იქ ფილმზე მუშაობდა, ან რამე მსგავსი. ალბათ. ვაუ. მაშინ შეგვიძლია ჩავიდეთ. რადიოები, ყველაფერი რაც უყვარდა, აქ არის. და აქვე გვაქვს ეს რემინგტონის პორტატული საბეჭდი მანქანა. ასე რომ, როცა დივანზე იჯდა, შეეძლო ეს ამოეტანა და საღამომდე ებეჭდა, იქნებ ფილმის სცენარები დაეწერა, ან რაც ამ უნდა გაეკეთებინა ამ მოწყობილობაზე. ჩემი წარმოსახვა ყოველთვის მუშაობს, როცა ამ მიტოვებულ ადგილებში დავდივარ და ვფიქრობ, რას აკეთებდნენ აქ ადამიანები იმ დროს. უბრალოდ ამას ვიტყვი. ძალიან მომწონს, როგორაა ცხომან ციგნების თარო. ეს უბრალოდ რამდენიმე დაფაა. დადებულია. აქ ზემოდან. ეს ყველაფერი ძალიან მერყევია, მაგრამ მე აქ ფარდას უყურებდი და. შეხედე ამას. ის შემდეგ ოთახში გადის. და ერთ მომენტში ალბათ კალსი იმდენად ავადიყო, რომ ვეღარ ადიოდა ზემოთ. ამიტომ მოუწია საწოლის აქ ჩამოტანა. ამიტომ ის ცხოვრობდა მხოლოდ ამ ოთახში და მის გვერდით ოთახში. და კი ის უბრალოდ აქ იძინებდა. და ასე აღარ უწევდა ყოველ საღამოს ზედა სართულზე კიბეზე ასვლა. საწოლი ისევ დალაგებულია. მიყვარს ეს ნატურა, რომელიც მას აქ ზემოთ აქვს. რაღაცა თქვი რომ კატა იყო. არა. ჭერი? ხო, თევზის დასაჭერად. თევზის ჭერი. კარგი. საოცარია. ისევ როგორც ყოველთვის, ამ ოთახში ტელევიზორი. და ზემოთ გვაქვს ლამაზი პორტუგალიური ქალაქის გამოსახულება. ვაუ. რა შეხედე ამ ნახატს? ვაუ. ღმერთო ჩემო. დეტალები აქ შეგიძლია ნახო კატა აქ. ქალი, რომელიც უცხო პლანეტელს ჰგავს. ნამდვილი უცხო პლანეტელი გვერდით. ეს საოცარია, ეს უზარმაზარია. გვერდებზე და ზურგზე ხელებია. ვაუ, შეიძლება ბავშვებისგან იყოს. შეიძლება. ეს საოცარია. ხელმოწერილი არ არის. ხო, ასე. არა, არაფერი. ხელმოწერას ვეძებდი, მაგრამ ვერაფერს ვხედავ. და გვერდით ისევ ტანსაცმლის დიდი გროვა და ყველაფერი დანარჩენი. გიჟურია. კიდევ ერთი ლამაზი ნახატია ზემოთ. ნახედენი. კარლოს მიკროტალღური ღუმელიც კი აქ გვერდით ედგა. მას მიკროტალღური ღუმელი აქ ედგა. ხო, რო არ დასჭირებოდა სამზარეულოში წასვლა ოლჯერზე. მისგან ერთი ხრახნი ამოვარდა. რამდენი DVD და VHS ფლეიერი. ეს სიგიჟეა. ეს აბსოლუტურად სიგიჟეა. გმადლობთ. კარგი, აი ეს. მაშასე ისევ ტელევიზორებთან და აქ მდგომ სტენდთან ვართ. ასევე შეგიძლიათ ნახოთ ფირსაკრავი. რაღაცას ვხედავ. ასევე არის მუსიკალური მოწყობილობა. არ ვიცი როგორ უნდა დაუკრა, მაგრამ მგონია რომ ასე უნდა იყოს. უბრალოდ კაჩავ, ხო იცი, ხელთათმანები გაქვს. რაღაც ამდაგვარი. ვაუ, სახელი აქვს, მაგრამ მე არ ვიცი. მგონია რომ ხელნაკეთებია როგორც ხედავთ. ეს მშვენიერი მოწყობილობაა. დავდებ უკან სანამ გავანადგურებ. აკურატულად დავდებ აქ უკან. და კალვუსის სათვალეებიც კი ისევ აქაცვია. ვაუ. ესეთი ბევრი მუსიკალური მოწყობილობა. ხედავ, ესენი ისეთ ქოხებს გავს, როგორც აფრიკაში ან მსგავს ადგილებში შეგხვდება. ეს შეიძლება იყოს ინსტრუმენტი აფრიკის კონტინენტიდან. ბანჯო. მე არც კი მგონია რომ ეს ზუსტად ბანჯოა. მე მგონია რომ ბანჯოა. ხო, ესე ფიქრობ? ხო, მე მგონია რომ ეს ბანჯოა. ლამაზი ინსტრუმენტია. არ ვიცი, მაგრამ ასე ჩანს, ძალიან ხელით გაკეთებულივით გამოიყურება, არ ვიცი. სრულიად სწორია. ვფიქრობ ეს იგივე ადამიანმა ან იმავე ჯგუფმა გააკეთა, ვინც ის მეორე მუსიკალური ინსტრუმენტი დაამზადა, რომელიც იქ ვნახეთ, ძალიან გავს ერთმანეთს. და შემდეგ ვიოლინოს ჩასადები, მაგრამ შიგნით ვიოლინო არ არის. თუმცა ჯოხია აქვეა. ხო. არ ვიცი ამას როგორ უწოდო, ესე რომ ბოდიში, ვინც ვიოლინოზე უკრავს, მაგრამ ძალიან ლამაზია საყურებლად. კარგი. წავიდეთ უფრო შორს.
აქ ოთახის შუაში გვაქვს მარმარილოს ბუხარი. ზედ ბევრი სურათია განთავსებული. ვაუ. შეხედე ამ სურათს, დენი. აქ ხედავ იური როგორ ზის მაგიდასთან. ალბათ დედაც ჯერ კიდევ მასთანაა. და ეს უკანა სახლს გავს. თუ ვწდები. არა, ბოდიში. ეს უკან სახლი არ არის. და ეს სავარაუდოდ მისი დედა იყო. და არა იმ ბავშვის ფოტო, რომელზეც საუბრობთ. ეს ჰელგა ინგონი? ხო, ეს გოგოა, აბსოლუტურად. ხო, მართალი ხარ. რა თქმა უნდა, მასთან დროდადრო მისი ქალიშვილიც მოდიოდა, მაგრამ ის დედამიწის მეორე მხარეს ცხოვრობდა. ასე რომ, ალბათ ძალიან გაუჭირდა, როცა შვილი დაკარგა და ამდენი ხნის შემდეგ ისევ მარტო დარჩა. კიდევ ერთხელ ლამაზი ჩუღურით გამათბობელი. მოიხედე, მამიკო. ის აშკარად მძიმე მწეველი იყო, როგორც ხედავთ. ამ ღუმელში ასობით სიგარეტის ნამცვი დარჩენილი შენლია. ეს ნიშნავს, რომ ღუმელი დიდი ხანი არის არ ჩაურთავთ. მაგრამ პორტუგალიაში ხომ ასე ძალიან აქ ჭირდებათ ღუმელი, არა? ხო, აქ ყოველთვის კარგი ამინდია. და აქ კიდევ ერთი დასასვენებელი სივრცეა. აქ შეგიძლიათ ნახოთ ბევრი რამ, რაც დარჩა იმ დროიდან, როცა კარლოსი აქ ცხოვრობდა. სარდინის კილა, ბოლოსაც ჭამა, რამდენიმე ჭიქა და სხვა ყველაფერი. ეს სარდინი არ არის. ეს თინუსია. თინუსია ბოდიში, გუშინ სარდინის კილა ვერიდე, ხო ასეა? სხვადასხვა კილებია. აქია ტაგზემინა, სკამი, რომელზეც ის იჯდა. მისი ბლოსომსის სათვალეც კი აქ დარჩა. არ დაგვავიწყდეს. პორტუეინი. პორტუეინი. იქ კიდევ რაღაც არის დარჩენილი. ვაუ. და ვფიქრობ, რასაც აქ ხედავთ, ეს ლანგარი ალბათ კარლოსის ბოლო საჭმლის ლანგარი იყო. ნახევრად დალეული ბოთლი ცხალი, თასი და მეც დამნაშავე ვარ ამაში, მაგრამ პლასტმას დებ შიგნით, რომ თასი არ დასრულიყო. როცა ვსწავლობი, მეც ასე ვაკეთებდი, იმიტომ რომ დასრულ ჭურჭელს ვერ იტანდი, ხომ ესეა? ხო, ჭურჭელს რეცხავდი, ხო? ხო, და თავის განი და ყველაფერი აქვე რჩებოდა. და აქვე კიდევ ერთი პატარა დასაჯდომი სივრცე იყო. ზემოთ იყო რამდენიმე ნახატი და სხვა რაღაცები. არ ვიცი რისთვის გამოიყენებოდა ეს ოთახი, მაგრამ მგონია რომ ეს უფრო დასასვენებელი ოთახი იყო. კлау შევდივარ აქ და პირველი რასაც ხედავ არის ტელევიზორების დიდი გროვა, რომელიც აქ დგას. რა თქმა უნდა, ბატონი კარლოსი ოპერატორი იყო და უყვარდა ფილმები, შოუები და ყველაფერი მსგავსი. ასე რომ არ ვიცი რატო სჭირდებოდა ამდენი ტელევიზორი, მაგრამ ის კოლექციონერიც იყო. ამას ხედავთ წიგნებიდან, ხელოვნების ნიმუშებიდან, ტელევიზორებიდან, ყველაფრიდან, რასაც აგროვებდა. გონია რომ პორტუგალიელები ამაში დამნაშავენი არიან. ისინი არაფერს აგდებენ. მე ყოველთვის ძალიან მაინტერესებს ეს. ეს თაფლია. ალბათ ეს ხელნაკეთი თაფლია. დიახ. და ეს არასოდეს ფუჭდება. არასოდეს. არა, მაგრამ შენ არ აპირებ კასინჯო. არ ვაპირებ კასინჯოს, მაგრამ მინდა უკნოსო. კარგი. შეუძლებელია გახსნა. 10 წლეულია გაჭედილია. ასე რომ, მაგრამ ნამდვილად შეგიძლია ეს კიდევაც ჭამო. ალბათ. მაგრამ ამას არ გავაკეთეთ. ხო, არა. მაგრამ ეს მართალია, რაც თქვი, გრძელდება. ის სამუდამოდ გრძელდება. თაფლი სამუდამოდ გრძელდება. ხო, განსაკუთრებით სახლში გაკეთებული. ხო, ზუსტად უშაქროთ და მსგავსი რაღაცების გარეშე. ეს გაზეთია 2009 წლიდან და მგონი აქ წერია ობამას ინაუგურაცია. ობამა, ეს პრინცი, არა, ეს არის ისინი იმედოვნებენ, რომ ობამა იყო. მოიგებდა, არა, აპირებდა, შეეცვალა შეერთებული შტატები და მან ეს გააკეთა. ხო და ეს უბრალოდ სათაურია. ხო და ეს დაახლოებით იმ დროის პერიოდია, როცა ეს ადგილი მიატოვეს. 2009 წლის 21 იანვარს ვხედავთ აქ. ვაუ. ეს ძალიან ძველი გაზეთია.
კარლოსის ქურთუკიც კი აქ არის დარჩენილი, შეგიძლიათ ნახოთ ტყავის ქურთუკები, შეგიძლიათ წარმოიდგინოთ როგორი სტილი ჰქონდა, როგორ გამოიყურებოდა. ალბათ ძალიან არტისტული ადამიანი იყო, სულ სიგარეტი პირში ან რაღაც მსგავსი. კინემატოგრაფისტი, ზუსტად სათვალით და მსგავსი რაღაცებით. უკვე შემიძლია წარმოვიდგინო როგორი იყო კარლოსი, როცა ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. ფიქრობ, ძალიან საინტერესო ადამიანიც იყო. ხო, შეხედე ამ ნახატს, როგორ ჩამოვარდა. ჩემი. ხო. ეს აბსოლუტურად სიგიჟეა. უბრალოდ ზემოდან დაეცა. ჯანდაბა, ისევ ლამაზი ნახატია. და შემდეგ გვაქვს ეს ჩაშენებული კარადა, რომელიც მთლიანად ციგნებითაა სავსე. და აქ არის ესენი ძალიან კონკრეტული ტიპის ციგნებია, ხო ასეა? თუ ცდები. არა. პრობლემები, ტემპი. ფიქრობ ესენი ძველი და საკოლექციო ციგნებია. ხო, რაღაცა მსგავსი, მაგრამ ისინი ისტორიის ციგნებია. ისტორია. იმიტომ რომ შემიძლია ვნახო პორტუგალიის პრეზიდენტი, იმ დროის პრეზიდენტი და ასე შემდეგ. თავად პორტუგალიური ციგნები მაშინ. ხო. ხო, და ეს იყო კარი, სხვათა შორის. ის გადაიქცა ციგნების თარადად. ხო, ხედავ, აქ კარნის ანჯამები ჩანს. მიყვარს ესეთი პატარა დეტალების ყურება. ეს შვენიერია. აქ უბრალოდ დასაჯდომი ადგილებია. შემდეგ ადგილი, სადაც მისი ყველა პიჯაკი და პალტო ინახებოდა. და რა თქმა უნდა, უნდა დაგვავიცდეს ამ ოთახის შედევრი, რომელზეც კარლოსი საღამოობით უკრავდა. საოცარი პიანინო. მოდი ვნახოთ, რა ბრენდია ეს. კიბახი. ბერზინა. ეს არის. ეს ავსტრიულია მგონი, ავსტრიული ან გერმანული პიანინო. არ მაქვს წარმოდგენა. ჯერ კიდევ უკრავს. ვაუ. სასიამოვნო. ზემოდან მცენარეებია. და მგონი ნამდვილი მცენარეებია. არა პლასტმასისა. ისინი ასე დიდხანს ვერ გაძლებდნენ. ზუსტად. შეხედე ამ ტვერს სასუძს, რომელიც აქ კუთხეში დგას. უნდა ვიყო ფრთხილად. აქ სულიად გაჭედილია, მაგრამ ეს ნილფისკის ტიპის GA70-ია. ბოდიში ძალიან რთულია კამერისკენ მიმართო, მაგრამ ძალიან რეტრო სტილის მტვერსასრუტია. ვაუ, და აქ ნახატია მიმაგრებული. Jesus. ეს ძალიან ლამაზია. ქალი ბაღში ყურძენს კრებს. ამ სახში იმდენი დეტალია. ამ ოთახში ბოლოს კიდევ ერთი რამა. შეხედეთ ამ ნახატებს. ეს ტრადიციული პორტუგალიური სახლები. აქ ეკლესიაც კი არის. პირველ რიგში ეს ტრადიციული პორტუგალიური არ არის. არა ბოდიშით. აქ წერია პარიზი. კი. ისინი პორტუგალიურ სარკვანა. უნდა მიმხვდარიყო. უნდა ცოდნა მე. მე ეს ეკლესიის გამო ვიცი. ჩვენ ეკლესიაში ასე არ ვიქცევით. ხო, ეს მართალია. მძულს. კიდევ ერთი სათავსო ამ მხარეს. თქვენ შეგიძლიათ ნახოთ კიდევ ერთი ტელევიზორი, რა თქმა უნდა. მაგრამ აქ განსაკუთრებული არაფერია სანახავი. და აქ დერეფნის ბოლოს ძლივს ჩანს. მაგრამ ეს ადრე მისი აბაზანა იყო. მიყვარს რა მოგწლივს. კაბინა ისევ აქ კიდია. ქვემოთ ქოთნის აბაზანა. ამას ხოლმე სტანსევდიანი მხარეც აქვს. მისი ტანსაცმელი ჯერ კიდევ იქ კიდია. ბოლო ტანსაცმელი, რომელიც მისტერ კარლოსმა მაშინ დაკიდა. ღმერთო. წყალი არ არის. აქ ბევრი საპარსია. ძალიან საინტერესო კაცა. მათ შორის საკერავ აპარატურაზეც და ამ ოთახში ყველაფერზე. ვაიმე. მიყვარს რომ მან თელი თავისი აბაზანა გადააკეთა სხვა რაღაცად. რაც არ უნდა დასჭიროებოდა. ხო, უბრალოდ საკერავი სადგური. აქ ჩამოგიდებ ჩემს ტანსაცმელს. მიყვარს ეს. რა კაცია, რა ლეგენდაა. კარგი. ეხლა დროა რომ აგიყვანოთ მეორე სართულზე და გაჩვენოთ მისი საძინებლები, სახლის პირადი სივრცეები. და აი ისევ ავდივართ კიბეზე. შეხედეთ ამას, აქაც კიდევს გამოფენილი ნივთები დერეფანში, ან კიბეზე, რომელიც ზედა სართულზე მიდის. ეს ფაიფურია, შევამჩნიე. რა მასალაა ეს კიდევ ერთხელ? თაბაშირი. ზუსტად. ეს არ ვიცი. ლამაზია. ისეთი შეგრძნება თითქოს ჭერში ან კედელში უნდა იყოს. ხო, რაღაც მსგავსი. აქაც რამდენიმე ხელოვნების ნამუშევარია. ეს ლამაზი ნახატია.
აქ წერია 1952. იქ 1942 წელი ჩანს. ხო. ვაუ, ხედავ 5:42-ის. ლამაზია. და აქედან ასევე შეგვიძლია შევავლოთ თვალი იმ ცის ხაზს, რომელიც ზემოთაა. ბუნებრივი სინათლე შემოდის სახლში. სრულიად საოცარია. შეგიძლია ჩემს წინსახვიდან. კარგი. მისი შვილი აქ ხედავ. ხო, მგონი ახლოს არის. ხო, პატარა საკეტია. იორი ჯერ კიდევ ძალიან პატარა იყო, როცა გარდაიცვალა, ამიტომ ალბათ ამის გამოა, რომ ეს ჯერ კიდევ სახლშია დამონტაჟებული. არ ვიცი რატო დატოვა კარლოსმა ეს აქ, მაგრამ ხო, ალბათ მისი შვილის მოსაგონებლად. აქ ციგნების თაროს ხედავთ? უამრავი ციგნია აქ დატოვებული და გამოფენილი. მიყვარს ეს რკინის მანქანა, რომელიც აქ გვაქვს. აქ ქვემოთ კიდევ ერთი გვაქვს. აჩვენე. მაცადე, ცოტა უკეთ დავაკვირდე. ეს ციტროენია. ამას ჩვენ თხას ვეძახით. ციტროენის თხა. სიყვარული. ის, მიყვარს ის. და მისი ცოლის სურათი, სავარაუდოდ. ის ლამაზია. ვაუ. ან იქნებ მაშინ, როცა მისი ქალიშვილი ცოტა უფრო დიდი იყო. ესეც შესაძლებელია. ესეც შესაძლებელია. ჰელგა. ვაუ. ჯერ ეს ოთახი. ხო. კარგად არირება. ხო, აი ესე. შემოდი. მადლობთ. უნდა ვთქვა, რომ ეს ოთახი ზრდასრული საძინებელს გავს. ასე რომ ეს შეიძლება იყოს სახლის მთავარი საძინებელი ლამაზი ხედით. შეხედეთ იმ ხედს მთებზე, ფონზე. ძალიან უბრალო საწოლია ვიტყოდი. არაფერია განსაკუთრებული. დასაჯდომი კუთხე აქ არის. და შემდეგ ტელევიზორი. ისევ ტელევიზორი. ამ სახლში ძალიან ბევრი ტელევიზორია. და ეს ანტიკური ავეჯია პორტუგალიიდან, ხო ასე? ხო, ანტიკურს ვერ უწოდებდი. ხო, ვინტაჟურია. არც ეგ, უბრალოდ. ეს ძველი ნივთია. მახინჯი, ძველი ავეჯის ნაჭერი. მე უყურებდი მას და ეს ბევრჯერ მინახავს პორტუგალიაში, მაგრამ მახინჯია, ხო? ხო, ისინი 2000-იანი წლების დასაწყისიდან მგონი. 2000-იანები, ასე რომ რამდენიმე ათეული წლისაა. ხო, პორტუგალია ცდილობდა გაეთანამედროვებინა რაღაცები, მაგრამ ეხლა კარგად არ გამოიყურება. ხო, კარგად ვერ გააკეთეს ეს საქმე, ბოდიში. არის დარტო. კარგი და შემდეგ გვაქვს კიდევ რამდენიმე ავეჯი, რომლებიც ერთმანეთზეა დალაგებული. ეს სახლი. და ასევე კარლოსის ფეხსაცმელებიც აქ წინა მხარეს დარჩა. ეს იმისთვის იყო, რომ საღამოს დაძინებისას ტანსაცმელი აკურატულად დაგედო. ლამაზია. და ისევ ეს პატარა ნათურა, რომელიც აქ დერეფანში კიდია. აბა შეხედე. თავდაყირა. ხო, ეს უშნოა, აბსოლუტურად უშნოა. ჩიდი. ვაუ. ეს პატარა ნაჭერია. თუ ქარი დაუბეროს, მაშინ მასთან ერთად გაირხევა და მერე გადაადგილდება. და ეს ბიჭის საძინებელი იყო მგონი, იმიტომ რომ აქ ბევრი სპორტული სტიკერია დარჩენილი. რა თქმა უნდა, Tomb Raider-ი იმ დროიდან ბევრი ჟურნალია თავსატეხებიანი და მსგავსიც, რომელსაც ეს ბავშვი იური კითხულობდა. თამამად შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეს იურის ოთახი იყო. ვაუ. მიყვარს ეს სკიური, რაც ამ ოთახში გვაქვს. კარგი, დენი, რა არის სკიურში? 3, 2, 1. საბნები. ტანსაცმელი. თითქმის მართალი იყავი. მის მართალი. ხელით ნაკსოვი ტანსაცმელია, ასე ჩანს. არა, ისინი პარიზიდანაა. უდავოდ, ლამაზია. კომოდის ნაწილი მთლიანად ძირს ვარდება. კომოდის ყველა ნაწილი ასეცვია. ეს ლამაზად ჩანს. ვაუ. კარგი, მოდი ისევ ავდგეთ. დარაბებიც და თვითონ ფანჯარაც იმ ქვითელ ფერშია შელებილი. ზუსტად იგივეა, როგორც ის პატარა ჯიშკარი, რომელიც ახალხან ნახეთ. ვაუ. და აქ ოთახის კუთხეში პატარა საწოლია. ჯერ კიდევ გაწყობილია. ბალიშები ისევ ბოლოშია. ეს რაც ამბობს? უსაფრთხო რისკები. კარგი. არ მოქვს წარმოდგენა. არც მე. და აქვე მისი ტანსაცმლის კარადაც არის. ტანსაცმლის კარადა. ასე ჩანს? კამერაზე სულ არეულად ჩანს. ხო, აბსოლუტურად. ამ სახლში ყველაფერი არეულად ჩანს. ეს კარი აქ, მოდი ვნახოთ, გაიღება თუ არა. აქ რატომ არის ხვრელები?
არ ვიცი, გონია რომ ეს რაღაც სწავლების ოთახია. მგონი ვიცი რა არის ეს. არ ვარ დარწმუნებული, მაგრამ მგონია რომ ეს იყო რაღაცა მსგავსი. არა დასჯის ოთახი არამედ იქ იყო. როცა ბავშვები ცუდად მოიქცეოდნენ, აქ დააკენებდნენ ხოლმე ცოტა ხნით. იმიტომ რომ ეს ხრელები უცნაურია, ხედავ? ხო, და შეხედე ამას. ასე რომ ალბათ ამ ხრელებს გააკეთებდნენ და მერე კარში ბზარები გაჩნდა და ეს ფიცრები დაადეს რომ როგორმე დაეცვათ კარი. ზუსტად არ ვიცი, უბრალოდ უბოდავ. ხო, მეც ასე ვარ, არ ვიცი. მაგრამ შეიძლება მართალი იყო, რასაც ამბობ. ნამდვილად შეიძლება მართალი იყო. და აქ დერეფანში ჩვენ ასევე ხედავთ მშვენიერ მსოფლიო რუკას, რომელიც კედელზე კიდია. და თუ ამ სარკეს მოვაშორებთ, ნამდვილად ვნახავთ, რომ ამ ხალხზე დიდი გავლენა ჰქონდა შეერთებულ შტატებს, იმიტომ რომ ჩვენ ასეთ რუკებს არ ვაკეთებთ. ჩვეულებრივ ევროპის კონტინენტი მსოფლიო რუკის ცენტრშია, მაგრამ აქ შეერთებული შტატებია მსოფლიო რუკის ცენტრში და ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ასე აკეთებს, არის შეერთებული შტატები. მაგრამ უნდა ვთქვა, ეს მართლაც უცნაურია, რადგან რუკა პორტუგალიურად არის დაწერილი. ჩვენ ამ რუკებს არ ვამზადებთ. და ეს ასევე ძალიან ძველი მსოფლიო რუკაა. რადგან აქ ხედავთ, რომ თეთრი რუსეთი და უკრაინა ჯერ კიდევ რუსეთის ნაწილი იყო. სუდანი ჯერ კიდევ ერთი ქვეყანა იყო. ბალტიისპირეთის ქვეყნები ჯერ კიდევ ერთად არიან. ჩეხოსლოვაკია ჯერ კიდევ ერთად იყო. ასე რომ საკმაოდ საინტერესო და ძალიან ძველი მსოფლიო რუკაა. ვაუ. და შემდეგ ცოტა უფრო შორს. ძალიან მომწონს ეს ზედა ნაწილი აქ. ხო, ამ დერეფნის გადმოსახედით. მაშინ სცენარეები იქ ეკიდებოდა. გასაოცარია. ძალიან ტრადიციული პორტუგალიური აბაზანა. არ არსებობს, არა. და მე ვიფიქრე, მოდი ელექტროენერგია შევამოწმოთ. ჯერ კიდევ მუშაობს. ღმერთო ჩემო. ეს პირველი შემთხვევაა, როცა პორტუგალიაში ჩართულ დენს ვხედავთ. არა, უკვე ვიპოვე სახლები, სადაც ელექტროენერგია იყო. ხო, ის, რომელიც ერთად ვიპოვეთ. აქ ზემოთ დავამატებ მუს. პატარა სახლი, რომელიც მე და დენი ერთად ვიპოვეთ და იქ ელექტროენერგია იყო. მაგრამ ეს უცნაურია. ჩვეულებრივ ასეთ რამეს ვერ ნახავ. ხო, იმიტომ რომ პორტუგალიაში თუ თუნდაც 1 ცენტს არ გადაიხდი, მაშინვე გათიშავენ პირდაპირ მომდევნო თვეში. ასე რომ, არ ვიცი. შეხედე ამ უზარმაზარ სავარცხელს. ეს არის ძალიან უცნაურია. იქ უკან არის ტუალეტი და ასევე ტრადიციული ნიჟარა. ხო. მიყვარს ეს. აქ ძალიან პატარა გარადა. შეხედე ამას. ტუალეტის ქაღალდები და ყველა საწმენდის საშუალება ტუალეტისთვის. მიყვარს ეს. ძალიან შეუმჩნეველია. ხო. და მე კარგი, ესეც უნდა მუშაობდეს, კარგი, ხო, ესეც მუშაობს. ხო. საგარდერობო. ყველა ტანსაცმელი იქ ინახებოდა. ეს ძალიან პატარა და ვიწროა. მაგრამ ნახე, მათ გასასვლელი კარადა აქვთ. კარადა. გასასვლელი კარადა. ყველა ტანსაცმელი ისევ აქ არის. მე კიდევ ხედავ რამდენიმე ქალის ტანსაცმელსაც აქ. ნიშნით? ნიშნით, ზუსტად ასე. არა. ეს ბუზებისთვისაა. ხო. ნახე როგორ იხრება. ეს ძალიან ძველი კარადაა. ვაუ. ხო, ეს ყველაფერი ქალის ტანსაცმელია. და შემდეგ სახლის ბოლოში აქ კიდევ ერთი საძინებელია. და ეს ალბათ ჰელგას საძინებელი იყო მაშინ იმ დროს. იმ გოგოსი, რომელიც აქ ცხოვრობდა, მაგრამ შემდეგ შეერთებულ შტატებში დაბრუნდა. ვაუ, ყველაფერი ისევ აქ არის. ისევ მახინჯი ავეჯი საწოლის გვერდით. შეხედე ამას. მაშინაც კი მისი ბადმინტონის რეკორდები. საბავშვო წიგნები, მისი ფანქრები და ყველა მისი წიგნი აქ კუთხეში დარჩენილია. ვაუ, შეხედე ამ ჩემოდანს, დენი. განა ეს არ არის უბრალოდ შესანიშნავი. ყველა ის სტიკერი ზედა მხარეს. ვაუ, რაღაცეები დავინახე. აქ რაღაცები დავინახე, ხო? ეს საოცარი. კარგი. ეს გაკეთებულია G-ის მიერ. Halsband. ეს ჰოლანდიური სიტყვა, რომელიც ფერს ნიშნავს. Halsband. არ მოგწარმოდგენ. ეს შეიძლება ვიღაცის გვარიც იყოს.
რა მშვენიერი ადგილია. უკვე ჩანს რომ ინგრევა. ძალიან სამწუხაროა. ძალიან დანგრეულია. ვაუ. და თქვენ ასევე შეგიძლიათ ნახოთ, რომ ბატონი კარლოსიც ამ ოთახში იყო. ის რაღაც. ხო, ეგ არის საზომი. ხო, კედელთან რომ მიადო და სიმაღლე ნახო, ხედავ რაიმე ნიშნებს? აქ არაფერი. არა, საბედნიეროდ არა. ჩვენ სრულად დავთვალიერეთ ეს სახლი. ყველაფერი დეტალურად გაჩვენეთ და გაჩვენეთ ნამდვილი ხელოვანის ბატონი კარლოსის სახლი. ძალიან წუხარ რომ შენი ცხოვრება ასეთი მოკლე იყო კარლოს. მაგრამ როცა შენ სახლს უყურებ და იმას რაც ცხოვრებაში გააკეთე, ნამდვილად შემიძლია ვთქვა რომ სავსე ცხოვრება ქონდა. და მინდა დიდი მადლობა გადაგიხადო შენი ცხოვრების, შენი გაზრდილი შვილების და ყველაფრისთვის. ამ ყველაფრის შემდეგ გთხოვთ დიდი მადლობა მამინდა გადაგიხადოთ ამ კვირის ვიდეოს ყურებისთვის. თუ მოგეწონათ, დალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი თუ ახალი ხართ და დამიწერეთ კარგი კომენტარი. აღწერაში ასევე არის ბული Patreon-ზე. თუ გსურთ მეტი ასეთი ეპიზოდის ნახვა, გთხოვთ გაითვალისწინოთ მხარდაჭერა, რადგან ძალიან ძვირია მსოფლიოს გარშემო მოგზაურობა. და ამ ყველაფრის შემდეგ კიდევ ერთხელ მადლობა დენი. არაფრის. შევხვდებით მომავალ კვირას კიდევ ერთ საოცარ ეპიზოდში. ნახვამდის. ძალიან მიყვარხართ. ნახვამდის.